მოგესალმებით, ჩემო გამომწერებო, დღეს მინდა დღეს ეს ვიდეო ჩართვა გავაკეთო იმ თემასთან დაკავშირებით, რაც გააკეთეს მამა ნიკოლოზის კვლელობით საქართველოში. კი. საერთოდ ჯობდი არა ყველაფერს თავისი სახელებით დავარქვათ და გავხდებით ისეთი მიამიტები, რომ აქ თითქოს არაფერი არ ხდება. ეს არ არის სხვისი ქვეყანა, ეს სხვის თავს არ ხდება და ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რომელიც ჩვენ გვჭირს. მე არ მინდა ხა დღეს ამ ვიდეო ლაივში შევყვე თეოლოგიურ საკითხებს, ვინ როგორია ამ სულიერ საკითხებში, ვინ როგორ უნდა იყოს, რა უნდა იყოს, რანაირად არ უნდა იყოს, მაგრამ ცხადი ერთია რა. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა საფუძვლიანი ეჭვების საკითხი და საქართველოში ერთმანეთის ზიზღი მთელ ქვეყანას ურჩევნიათ. და კაცი რომელიც არ ლაპარაკობდა, ხმას არ ცემდა არავის. დუმარებაში იყო. მისი ზიზღი ჰქონდათ ყველაზე მეტად. და ჰქონდათ ვისიცით, არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც საერთოდ თქვა ქრისტიანებიც არა პირველ ქრისტიანებს ჩვენს ძმებს საპატრიარქოელებს არა ქრისტეს მიერ ძმებს არამედ იქ კერპები რო ყავდათ დადგმული აი იმ ერხას ჰქონდათ პირველ რიგში ისეთი ადამიანის ზიზღი რომელიც საერთოდ არ ლაპარაკობდა ასეთი აღთქმა ქონდა მას მიცემული რა უნდა ილაპარაკ არ სულდა ლაპარაკი აი ზოგი კი ამბობს რომ 1-2 სიტყვა თქვაო თქვენს გადამგიდე ადამიანი მარადიულ დუმარებას კი რომ აი 24 საათი ხანახარ რო არ გაგინოთ უბრალოდ სულდავთ ხდები რა განსხვავება ხა ჩვენ შორის ძალიან დიდი შეიძლება იყოს ის ბერი იყო წმინდა ცხოვრობდა და მე ჩვეულებრივი ერისკაცი ვარ რომელიც ნამდვილად ეხა ისეთ პატივს გაგებთ როგორიც გჭირდებათ მაგრამ იქ ჩემს ქვეყანაში კვლელობები ჩვეულებრივი მოვლენა ნამდვილად არის უკვე და იქამდე შემოგთავაზებენ კიდევაც როგორც ციანიდით მკვლელობა გინდა გაურკვეველ ვითარებაში თვითმკვლელობის ინსპირირება გინდა პატარა ბავშვის ჩახჭობა გინდა ჭაში მატლებმა რო შეჭამოს ცხედარი მანქანაში ისეთი მკვლელობა გინდა ბაჩალიაშვილის გულისხმობ თუ აგერ მაგალითად მამაშვილის სახლში რომ მოუკლან ბაჩალიკაშვილებს გულისხმობ რიტუალური მკვლელობა რო გააკეთეს იქ პანგისის ხეობაში ვის როგორ და რატო და რანაირად უნდა უკვირდეს ამ ყველაფრის მერე რომ ადამიანი მოკლეს და მოკლეს როგორც მოწამვლით მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ნიკოლოზი მოკლეს არ აწყობდათ უბრალოდ მისი სიცოცხლე ხელს უშლიდათ საპატრიარქოში ახალ პოლიტიკური პროცესების წარმართვის პროცესში არ უნდა ყოფილიყო ის ცოცხალი ამდენს გონიათ რომ ღმერთის რისხვას დაემალებიან რა ამდენს რა გონიათ იცი აი რასაც იმსახურებიან სინამდვილეში ის სიყალბეა არა რასაც იმსახურებიან ის ნამდვილად სიყალბეა იმიტომ მათში ღმერთი ნამდვილად არაა მათში უფრო დემონი არის გალაქტიონში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია ეს საპატრიარქო დემონებო თქვენ ჩაღმაიძეებო კაცის მკვლელებო და კიდე ბევრი ხართ ახლა თავშეყრილებიც პუტჩისტებო და ქვეყნის ამომპრიალებლებო და მხედრიონელებო ყოფილი აი როგორი მხედრიონელებო იცი ზაკავკასკი ვაენი ოკრუგიდან რო იმართებოდით თქვენ ხო ვერაიტანეს ეს ადამიანი ებრძოდნენ რა გააჩნიეს სუსის ფაილები ვისაც აქვს იმის ბრჭყალებში ბედნიერება აი ბედნიერი როგორ უნდა იყოს მას რო კითხულობ შენი ქვეყანა როგორ არის ძირში მოთხრები მაგრამ ელემენტარული აი ჩახედეთ რა ვისაც შეგიძლიათ რა და ნახეთ ვიზე არ არის ვის როგორ არ ეძებენ ამჯო მამა ნიკოლოზზე არაფერი არაა თქვა რატო არ ლაპარაკობდა და რა სიტყვობდნენ და ლაპარაკობდნენ მე იმ ხალხს ვინც იქ დადიოდა და იქ ბევრი დადიოდა უშიშროების და განშრომლები მიგზავნილები ამ ფორმაში იმ ფორმაში იმნაირად ამნაირად ასე შემდეგ
არ განვიხილავ მე დღეს მის სულიერ გზას მე არა ვარ ამისთვის არც მზად არც შესაბამისი ცოდნა გამაჩნია ისი რომ გავაკეთო მაგრამ როგორც ჩვეულებრივ ერის კაც 10,000 საპატრიარქოელი ის რომ დამიყერო გორჯი ბჭალებში წმინდანი ერთი თუმარებერი ნიკოლოზის დღევანდელი ხსოვნა მირჩენია მოწამებლის წარმოწამებლად მოკლული ადამიანის კი რომლის დუმილმაც თქვენ შეგაშინათ რა ვერა მე გული მткиვა მე ვიცოდი რომ ის ასე დაასრულებდა მე გძნობდი ამას რა თვითონ ეთყობა ჩემზე კარგად იცოდა რომ არაპატიებდნენ ღმერთის სიყვარულს იმდე ესეთი რაღაცების პატიება არ ხდება დედამიწაზე მოყვას ის სიყვარულის და ღმერთის სიყვარულის პატიება არ მოსულა ავაზაკთაგან კეხავს ნამეტან ამიტომ არის ეს რაც არის ამიტომ არის ეს ჩვენ რაც გვჭირს საქართველოში არ შეიძლება პატიოსანი კაცი მოიძებნოს პატრიარქად საქართველოში არ შეიძლება მონახონ ვინმე ისეთი პატიოსანი ბერი ვისაც აქვს ერის სიყვარული არა მანდამაინ ჯიპში ტრაგდადებული ნაჩათლახარი ვიღაცა უნდა იყოს 1000 კომპრომატ დამოკიდებული ტიპი კაცის ყველი ავაზაკი მამაძაღლი აი თავის დროზე რომის პაპებს რომ ნიშნავდნენ და მე ერთმანეთს ასამართლებდნენ ისინი იყო ასეთი შემთხვევა კაცო და მე ერთმა რომის პაპა მეორე მიწიდან ამოთხარა გაასდა გვამი გაასამართლა თითი მოჭრა და ისე გადააგდო წყალში დაახლოებით ეხლა როგორც გინდათ ისე გაიგეთ მაგრამ ამათი შეკვრის ერთობის ვისჯერა ავთობში და იმაში მიწებში და 25 მილიონში მიცემულ წილებში დაყიდიან ერთმანეთს ესენი აჭირდა ამათ შორის ქრისტეს არ არის სა რომელ ქმედებაში გამოჩნდა ამათი ერთიანობა მამა ბასილი რო გაწილეს და ჩააკოლიეს ბუკერიას მაშინ იყო ამათი ერთიანობა თუ აგერა ციანდი რო არ ვიცი ჩაუდეს არ ვიცი ქონდა არ ვიცი რანაირად იყო მაგრამ ფაქტი ეს აღეზია ხო კაც ბრალიც ვერ დაუმტკიცეს წესიერად და ამხელად ამდეობის პირი ციხეში ყავდა და არავინ არ ნახა ვერავინ ვერ მივიდა შიშისგან ყველამ გაწირა აი ეს არის ამათი სახე ციანიდის კლანის სახე და მსხვერპლი ბერი ნიკოლოზი მაგათი მეწოდება ძალიან მეწოდება რა როგორც ადამიანი იმიტომ რომ არ იყო ასეთი აღსრულების არ ვიცი შეიძლება მე არ ვიცი ვერ ვიტყვი ეს შემთხვევაა სადაც ჩემი კომპეტენციით ვერ შევალ რა მაგ და ვერ ვიტყვი მაგას რომ ის იყო საოცარი ადამიანი მას ჰქონდა იმის უნარი რაც ჩვენ ჩვეულებრივ მოკვდავებს არ გაგვაჩნია ამიტომ არ ვიცი ის მეხამრიდით შეიძლება იყო ბევრი რამისთვის ამ ძიმე პერიოდში ამ მსხვერპლი რო არის და მისი სისხლი რომ მსხვერპლად არის გაღებული მე ამაში ეჭვი არ მეპარება საოცარი ადამიანს რომელსაც დუმილი არ აპატიეს უბრალოდ დუმილი არ აპატიეს იყო თითო მეორე ადამიანი იმხელა სიბილწეს ისვრის პირიდან და იმხელა სიმამაძაღლეს ისვრის პირიდან და იმხელა ბოროტებას ისვრის პირიდან რა ვიცი მერე მრავლდება და ათმაგდება და ასმაგდება და სიჩათლახი ამას დუმილი არ აპატიეს გვემდნენ სიტყვიერად და ხორციელად რა ხდებოდა კიდე ის კარებთან მე არ მინდა მაგას შევყვე და ვინ როგორ იქცეოდა იქ ფანატიზმის ნიშნი კი შეიძლება იყო ფანატიზმის ნიშნი დააკეთებდა ვინმე ჩადიოდა ამას იმ ფანატიზმს მაგრამ არსებობს ზღურბლი და არსებობს მისი შიდა და არსებობს მისი გარეთა მხარე ყველას თუ გვაჯერებენ იმას რომ საპატრიარქო შიგნიდანაც წმინდაა და გარედანაც წმინდაა რატო არ შეიძლება ადამიანს რომლის ინტერესიც ქონდა მთელი უშიშროებას მთელ სახელმწიფოს ხო ზღურბლის გარედან ბევრი პროვოკაცია ყოფილიყო მოწყობილი და მithume ეს ასკეტიზმში ცხოვრები ადამიანი რომელიც სალოცული ცხოვრებით მიდის ხო შეიძლება გარეგნულად და შინაგანად მისი ქმედებები არ იყოს
მაინც ადეკვატურად მისაღები ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის. სხვა გაგება ცხოვრების, მიწიერი და სულიერი ცხოვრების, სხვა აღქმა. ჩვენ გავხდით მოწამეობრივად აღსრულებული ბერის. აი ჩემთვის ეს ადამიანი არის მოწამეობრივად აღსრულებული ადამიანი. მსხვერპლი. ქრისტეს გულისთვის თავშეწირული ადამიანი, ჩემთვის ნამდვილი რაინდი, სასულიერო პირისა და რაინდიც რა. იმიტომ რომ მართლა იბრძოდა, რაც შეეძლო ისე იბრძოდა. როგორც მისი გადმოსახედიდან იყო მისაღები, ისე იბრძოდა და აი ეს უზარმაზარი სიბილწის მანქანა რა, შიგნიდან და გარედან. ბუემდა იმისთვის, რატო დუმდა, რატო ლაპარაკობდა იმას, რაც ჩვენთვის შეიძლება გასაგები არ იყო. რო ის უფრო ბუდისტი იყო, ვიდრე მართლმადიდებელი და რავი, ბევრი ჭორები ითქმოდა. სიმართლე იცის მარტო ღმერთმა. დღეს მისი მტელიც და მასთან მებრძოლიც. და თვითონაც უფლის წინაშე არიან და იქ გაირკვევა სიმართლე. ვიღაცა შეიძლება არ ჯერა იმ საქმეს, რასაც აკეთებს. რაღაცა ხო არის ჭეშმარიტება, რაღაც ხო კიდია ჭეშმარიტება. თქვენ ადამიანებმა, რომელმაც ეს შეძენით, თქვენ ადამიანები, რომლებიც ხელის მომწერები ხართ, მოკლათ პატარა ბავშვი ჩახჭობით წყალში. მოკლათ ახალგაზრდა გოგო ბაჩალიაშვილის გულისხმობს რაღაცა მანქანაში და გაღრწნათ იქიდან მანქანაში, ჩაალბოთ. თქვენ ადამიანები, რომლებიც თქვენი უახლოესი გუნდის წევრი ბათუმში, ვინც გყავდათ იქ, თავშტყვი ამოარტყმევით. და გვაჯერებთ, რომ დღესა თითქოს დღემდე იქ არაფერი არ მომხდა. თქვენ ამაზე ხელწამსვლელი ადამიანები ხართ. თქვენ ადამიანებმა, რომლებმაც თქვენი უახლოესი გარემოცვა დაიჭირეთ. პრემიერ-მინისტრები, უშიშროების მინისტრები, ყველა. თქვენ გააკეთეთ ეს სხვას არ გაუკეთებია. და ვის შეერა დღეს, რომ თქვენ არ ახართ წამსვლელი იმაზე ადამიანი მოწამლოთ? თქვენ და ის თქვენში მოიაზრება საპატრიარქოს ის მკვლელი ნაწილი, რომელიც ხელსაც წერს ასეთ რაღაცებს. აკეთებთ თქვენ ამას. გამკეთებელი ადამიანები ხართ თქვენ ამისი. თქვენ გავიწყდებათ ის, რომ ნეხს აქვს ესეთი თვისება, ის აუცილებლად ტივტივობს ზევით. რატო ტივტივებს ზევით? ესეთი ბუნება აქვს ნეხს. აუცილებლად თქვენ იტივტივებთ, თქვენი ქმედება იტივტივებს ზევით. უფრო მარტივ ენაზე გეტყვით, თქვენ ეს თუ მაინც ეკუთვნოდა ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლებს იქ საპატრიარქოში ჩაბუდებულებს ვეთქვი, რომ არ არის დამალული, რომ გაცხადეს და არც დაფარული, რომ გამჟღავნდესო თქვა უფალმა სახარებაში. და თქვენს თავზეც მოიწევს ეს ბორბალი. და აღსრულება აი ასეთი ფორმით, რაც თქვენ გააკეთეთ მოწამეობრივად ამ ადამიანის, ეს შეიძლება იყოს ყველაზე ლამაზი სიკვდილი. ვაი ისეთ სიცოცხლეს თქვენ რო აკეთებთ, თქვენ რო გიწევთ და რითი გიწევთ, რატო ერთით გიწევთ. რა მნიშვნელობა აქვს ამას რა ფორმებით გააკეთებთ, ვის ხელით გააკეთებთ. იმ ადამიანმა რაც იცხოვრა, იმან დატოვა თავისი ანტაგონისტური გზა. ვიღაცისთვის შეიძლება გასაგები, ვიღაცისთვის შეიძლება ეს გაუგებარი იყო. მაგრამ არავინ არ იცის რა, იქ ნათქვამია კარგად რა, შეუცნობადი არის გზანი უფლისანი და რაც არ არის თქვა შეცნობადი ადამიანისთვის, ისე შეცნობადი არის უფლისთვისაც. ადამიანი, რომელიც თუნდა ასკეტურად ცხოვრობდა, ჩემთვის რა არის, იცით, გულახდილად გეტყვით რა. ბიზუას დიდად მნიშვნელობა არ აქვს, ჯაღმაიძეს რო შეხედავ თვალებში და ბერნიკოლოს მერე რო გადმოვხედავ აქეთ, ხო? ჩემთვის ყველაფერი ნათელია. ამას არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი, ჩემო კარგებო. ცხადია ყველაფერი რა. და ვიღაცისთვის ეს ცხადი არ არის. ხო. იმიტომ ჩემთვის პირადად ავაზაკსა და ღვთისმსახურს შორის დიდი სხვაობა არის. გელსა და კრავს შორის არის დიდი სხვაობა. და ჯამაიძე მარწუნებს მე ქურდი.
კაცის მკვლელი გადაცმული ანაფორაში, რომელმაც მიიტაცა საპატრიარქოს ქონება, ეს ოფიციალურად, აი მის შვილის სახელზეა გადაფორმებული. ისიც ბერი იყო და ბერი ნიკოლოზიც. ესენი ძარცვავდნენ საკუთარ მრევლს და ის ფულს ურიგებდა. თუ სადმე ვინმე რამე შეწირავდა, დღე ქონდა კიდე ესე გამოდიოდა და ფულს არ იგებდა. იმას ნამდვილად ქონდა უქონლობის აღთქმა მიცემული და მისდევდა ამას. შეხედეთ, ბიჭო. შეხედეთ ბერი ნიკოლოზის სახეს და შეხედეთ ამ ყანდურების სიფათს. ამათ მოკონილ სახეებს შეხედეთ, ამათ ქართული რა აცხიათ სახეს. ბერი ნიკოლოზის ნაირი ერთი გარდაცვლილი მირჩევნი ხართ მთელ საპატრიარქოს. იმიტომ რომ ის ფიზიკურად შეიძლება გარდაიცვალა და თქვენ სულიერად გაღწნილები ხართ. ეგენი წავლიან ყველაფერზე. ამას არავინ არ დაიჯეროთ, რომ ბერი ნიკოლოზი იქ თავისთვის რაღაცა მდუმარებაში მოკვდა პირიდან წამოვიდა მწვანე სითხე და რა მნიშვნელობა აქვს როგორი ფორმებით აღსრულდა, მაგრამ ბერი ნიკოლოზს მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ასკეტიზმში ცხოვრობდა, იმას სიკვდილის ნიშნის არაფერი არ. ის იყო სულიერად და ხორციელად სავსე ადამიანი. და მზა იმისთვის, რომ კიდე დიდი ხანი ეცოცხლა და ემსახურა უფალისთვის. თუნდაც ისეთი ტანჯვით და ისეთი სევდით, რასაც ის ატარებდა. თქვენ დააჩქარეთ. მისი შეხვედრა უფალ. თქვენ მოკალით. ბერი ნიკოლოზი, თქვენ მამაცახლებ. მე ბევრი რამე არ მithქვამს, საერთოდ ჩემ თემაზე ავლაპარაკობ, მაგრამ როდესაც მე ჩემი ემიგრაციის მძიმე გზაზე წამოვედი, მე ნებართვა მისგან ავიღე. და მან მომცა. ის ნებართვა მითხრა გადმომცეს კიდევაც და მითხრეს, რომ თუ მე ამას არ გავაკეთებდი, მე იქ მომკლავდი. დღეს ძალიან წუხვა, რომ მე ფიზიკურად შეიძლება ცოცხალი ვარ და ის გარდაცვლილია. კიდე ერთხელ მე 1000 წელი ისეთ ადამიანებს არ შევედრები და ვერ შევედრები. მათი ბრძოლები განსაკუთრებით დიდია და მათი ფასეულია უფრო ბევრად ვიდრე 10000 ჩემნანი კაცი შეიძლება ერის კაცის. მაგრამ მე მორალურად ტკივილს ვგრძნობ ამაში. და იქ ვიღაცას არ მოსწონს ის ქარაგმები, როგორც ის ამბობდა, გადმოსცემდა, წერდა. მე არ შევდივარ რა, არ შევდივარ თეოლოგიურ გარჩევში. მე ამ ყველაფერს რა ხელნაყოფით იცანი თუ რა თქმა უნდა. და აი ფანატიკოსი, აი ასეთი, აი ისეთი. მანახეთ ერთი ბერი ნიკოლოზის გაფუჭებული საქმე. და მანახეთ მე აი ამ ყანდურების აქ სულიწმინდის მადლით რო დაფრინავენ თურმე ჰაერში აგერ გვერდით სახელმწიფოს ბენზინით რო აქ ჯიპებით სავსე და ფეხი რო არ დაუდვიათ რო არ გაიცვითოთ ფეხი მე მაგენის გაკეთებული ღმერთის საქმე მანახეთ თუ რამე დაგვიტოვა მამა პაპა დავით გარეჩი ყველაფერი აზერბაიჯანულ ნავთობში გაყიდეს ჩემი ქვეყნის ისტორიაში ეს არ არის პირველი შემთხვევა ყანდურების ესეთი გაზონოქების და ანტიეროვნული და ანტისაზოგადოებრივი და ანტიღვთიური საქმიანობის ვახტანგ გორგასალსაც კი დაარტყეს სახეში წიხლი. ეს სხვას არ გაუკეთებია. ეს უმაღლესმა საპატრიარქო და სასულიერო პირმა გააკეთა იმ დროინდელმა. დავით აღმაშენებელმა, რუის ურბნისი დაჭირდა იმისთვის, რომ გაეწმინდა ის ფეკალიები. დღეს ახლა ასეთი ძალა არ არის. საერო ცხოვრებაში დღეს არის ძალა
ბიძინა ივანიშვილის, რომელიც კმაყოფილია, რომ პატრიარქის, ყოფილი პატრიარქის ჰეგემონია დასრულდა და იქ ვინც მოა ბიძინა ივანიშვილზე ძლიერი არ იქნება. გავლენით. ეს მისთვის სავსებით მისაღებია. რა თქმა ახლა იმას ისეთი ადამიანი, რომელსაც სასულიერო პირებიდან აქვს ხალხის სიყვარული და ნდობა. არ უნდა. ეს ციადინდის კლანის ერთ-ერთი წევრი. ვის აქვს დღეს სამღვდელო პირებს შორის პატივისცემა და ერის სიყვარული? იმაზე მეტი ვის ქონდა ბერნი ნიკოლოზს რო ქონდა. აქ წერენ, მე არ ვიცი, მე არავის იმაში არ შევდივარ, რაც აი უნდა წავიკითხო ეს კომენტარი რა. რაც უწმინდესმა გააკეთა საქართველოსთვის, არავის გაუკეთებია და საპატრიარქოს მას შემდეგ დასუსტდა. რაცნა ვერ კითხულობ ამისას, მაგრამ მე არ ვიცი, მე ვერ გამოვიტანი აქედან, რაც გარდაიცვალა უწმინდესიო ამბობს რა. არ ვიცი, მაგას დრო აჩვენებს. შემოსეხნია დათუნა ქვია თუ დათუჩა, არ ვიცი, ვერ გეტყვი. არა მგონია მე ვახტანგ გორგასალს რომ კბილები ჩამოუნგრია მაშინდელმა უმაღლესმა სასულიერო პირმა გაცილებით უფრო ნაკლები მიმდევრები ყავდნენ იმას, ვიდრე დღეს თქვათ შენი სახით გამდიდებელი არის ჰალწკარდაცვილი პატრიარქის. სონა იყოს მისი. სხვა სიმაღლეში არის ისტორიული სიმართლეები რა, იმდა მეხსიერება საზოგადოების თვალში ვერავინ ვერ წაშლის და ვერავინ ვერ წაშლის ბრძოლას, ზუსტად გამსახურდიას როგორც ფიგურასთან, პოლიტიკურ ფიგურასთან, როგორც ეროვნულ ფიგურასთან მთელი საპატრიარქოს დაპირისპირების, მათ შორის ეს დაუვიწყარი მომენტია, ილია მეორე ებრძოდა, ნამდვილად ებრძოდა ზუსტად გამსახურდიას. თუმცა დღეს არიან ისინი გზამართალს, მე არა ვარ ის კაცი, არც სამართლებრივად, არც მორალურად ესენი აქედან გამკიცხوان გავასამართლო. უბრალოდ ამისი დავიწყება არ შეიძლება. არის აქციები, რომელიც ბიოლოგიურ გარდაცვალებაზე მეტად კლავს ერის და საზოგადოების ცნობიერებაში ზოგიერთებს, ვიდრე ამას ბიოლოგიური სიკვდილი აკეთებს. ყველამ კარგად იცის სინამდვილეში სიმართლე სად არის და ფანატიზმი თქვენს მიერ წარმოქმნილი აწგარდაცვლილი ბერნი ნიკოლოზთან მიმართებაში იმდენად დიდი არ იყო უბრალო ადამიანის თუ ალბათ უფრო პროვოკატორების ვიდრე თქვენი ჩენთ ამას აწგარდაცვლილი ცხონებული ილია მეორის მიმართ და ის რომ ვიღაცამ თქვათ უფლება მისცა თავს სახარებაზე ფასეული წიგნი შეიქმნა, მაგალითად. არ შეიძლება არავის ფანატიზმში გადაქცევა. უყურებ, მე ვაკვირდები ამ მოვლენებს, ილია მეორის სტატუების გამოხატვა გულზე და ამას ვინც აკეთებს, ეს მისი დიდი პრობლემა არის. არა, იქ ნათქვამი არის კარგად რა. მინდა კიდევ ერთხელ არ მინდა შევიდე ამ თეოლოგიურ რომელში, არა ქვენ თავი შენისაკერები არცა ყოვლადვე მსგავსი. იქ ნათლად ამბობს ჩვენი ჯულის წესი ამას და წესი მარტო კი არა, უმთავრესი კანონი ათიმცნების. არ უნდა გააკეთო ვინმესგან შენ კერპი. რადგან უფალია მსხვილად მე ვარ უფალი ღმერთი შენ და მე მიმსახურე მე. შენ თუ ქრისტიანი ხარ, შენ თუ მართლმადიდებელი ხარ, შენი ვალდებულებაა გააკეთო ეს. მაგრამ როცა შენ უკვე მზად ხარ იმისთვის ციანდი გააკეთო და მოწამლო სხვა, მაშინ შენ თავისუფალი ხარ ამ კანონით. თავისუფალი არა ხარ შენ. შეკრული ამ კანონით ღმერთთან. შენი კანონი და შენი წესი სხვა არის. შენი კაინის კანონია, რომელმაც საკუთარი ძმა გაწირა და მოკლა. და მერე დამალა, რომ თითქოს არ იცოდა. თქვენს ხელებზე ციანიდის სუნი ადის. თქვენს ხელებზე მამა ბასილის გაწირვის სუნი ადის. თქვენი უახლოესი მეგობრების ჩაშვების, გაუბედურების, ციხეში გაშვების გზები ჩანს თქვენს თვალებში. თქვენ
ისეთი ცოდვილი ადამიანები ხართ, რომელიც წესით ღმერთის სახელით არ უნდა გამოდიოდნენ. მაგრამ თქვენ გამოდიხართ. თქვენ ძალაუფლება გაქვთ. არაზეციური, არამედ მიწიერი. მე ვფიქრობ და მივიჩნევ ამას, რომ მამა ნიკოლოზის მკვლელობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი დეტალები გამოჩნდა. ამ საქმეში მარტო საპატრიარქო არაა გასვლილი, აქ გასვლილი არის უშიშროებას და ეს მამუკი ამდინარაძეც, რა თქმა უნდა რა. ხა იქ ითქვა, რომ დაყენდა ეს კამერები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. დეტალურად მიდიოდა თვალთვალი პერნიკოლოზზე და ეს იყო მარტო ინტერესის სფერო რაღაც ერთი დღის და ორი წლები გრძელდებოდა ის. მასთან მიმართებაში მიდიოდა ტოტალური ფართო მასშტაბიანი ომი. და რო ჩაიხედოთ თქვენ ამ უშიშროების ფაილებში, სადაც გროვდებოდა ყველაზე და ყველაფერზე ეს ინფორმაცია, მხოლოდ ის უშიშროების აპარატის წარმომადგენელი ინფორმაციას ღებულობდა თუ ვინმე მიდიოდა მასთან იმისგან და არა მისგან. მისგან ეს არაფერი არ გადიოდა. იმიტომ დუმდა. და ერთმანეთში რასაც ლაპარაკობდნენ, მიგზავნილი მასთან აგენტები ან ეგრეთ წოდებული მრევლი მისი რასაც მოიაზრებდა იმათ ნასუფრალით თუ იკვებებოდნენ ეს უშიშროების ვირთხები. აი ასეთი ძალა აქვს მდუმარებას. ძალიან დიდი ძალა აქვს. და ვერ გადაიტანეს ეს დუმილი მისი დუმილმა, რომელმაც მთელ სახელმწიფოს და საპატრიარქოს მოუგო. ჯვარს აცვეს მისი დუმილისთვის და როგორ კვირაში გარდაიცვალა. აღდგომის მოკლეს მოკლეს აღდგომის შემდეგ პირველ კვირაში. გააკეთეს მკვლელობა. რიტუალური მკვლელობა გააკეთეს და ახლა დღეს მე მოიცის უკვე ეს საპატრიარქოში, რომ იმათგან ვინც არ გაჩუმდება. რა მოვა, რითი შეიძლება მოვიდეს, ურჩთაგანს რა შეიძლება დაემართოს. თუ მიწიერ ღმერთს არ ეთაყვანება, თუ ცოდვილ ღმერთს არ ეთაყვანება, რომელსაც ისინი შექმნიან და დადებენ მალე კერპად. საპატრიარქოში. და თქვენ რომელიმეს გქონიათ, ახლა არჩეული ეგრეთ წოდებული ახალი პატრიარქი ერისკაცი იქნება, თავისი გულით და სულით ღვთისკაცი იქნება, არა ეს მათი ინტერესების გამტარი იქნება. დიდი ალბათობით, სადაც უკვე პუტჩისტების და მკვლელების მთელი არმია ჩარეულია იმაში, რომ თქმა უნდა ესეთი ტიპი აირჩიონ, მხედრიონელები და უშიშროების ყოფილი ნასცეტკები. აბა ვინ გამოიყვანს ახლა გამოქვაბულიდან ბერს და მოიყვანს საპატრიარქოში დასვამს და მისცემს სკრიპტურას ხელში და ეტყვის შენ უნდა იყო. რა ვინ ამას არ გააკეთებს. იქ მოვა მათი თანაზიარი. მე მაწვდიან ინფორმაციას, ბევრი ინფორმაცია მექნება და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაზიარებ, მაგრამ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ის მოწამლეს. და ეს მოწამლა რამოდენიმე ხნით გრძელდებოდა კვლელობა ამ ადამიანის. არ ვიცი, ეს გააკეთეს წყალში შერევით, ჭამით მაინც არ ჭამდა ის კაცი. შეიძლება ჭამდა, მაგრამ ძალიან ფაქიზად ჭამდა, ეგ ვიცი. ზოგადად არ განა, იმიტომ რომ ეშინოდა ის ფაქიზი მკვებავი იყო. უფრო სულიერ რაღაცით იკვებებოდა. მიფიქრობ, რომ წყალში გაურიეს საწამლავი. წყალში გააკეთეს ეს. ყველას მოგითხოვებათ. ყველას მოგითხოვებათ. უცილებლად. მე ყველა კომენტარს შემოკარგებო ვერ უპასუხებ, არის ძალიან ბევრი კომენტარი.
ახლა წერსაგან რაში აწყობდათ სიკვდილი, რაში აწყობდათ, რაში აწყობდათ მისი მithვალთვალება, რაში აწყობდათ მისი ტოტალური მასთან ომი, რაში აწყობდათ მისი დისკრიმინაცია და დისკრედიტაცია. გააჩენ ამისთვის პასუხი რაში აწყობდათ, იმაში აწყობდათ, რომ სიყვარული უნდათ მოეკლათ ხალხის მის მიმართ. ასიზამთ რა რთულია, მე არავის არ ვადარებ, მაგრამ ზოგადად ასე ხდება რა, როდესაც პატიოსთან გაცკლავენ, სიყვარული უფრო მაგდება და თმაგდება. ის არსად არ ქრება. ჩემი ახლა თანაჩეს დრო აჩვენებს რა. ვის მიმართ იქნება ის სიყვარული უფრო მეტი. არა საპატრიარქოელები ამ შემთხვევაში ოღონდ ვერ გაყიდიან ბერი ნიკოლოზის ხსოვნას. ეგარის ვერ გაყიდიან, ისე ყიდიან საპატრიარქოში ცხენდრების გაყიდვა უყვართ, ხსოვნის გაყიდვა უყვართ, უფლის სასწაულების გაყიდვა უყვართ, მირონის გაყიდვა უყვართ, ნათლისღების სასწაულის გაყიდვა უყვართ, ქორწინების სასწაულის გაყიდვა უყვართ, აღსარების საიდუმლოს გაყიდვა უყვართ. მე ვფლობ რა თქმა უნდა სხვადასხვა ინფორმაციას. ეხლა რა შეიძლება განვითარდეს ამ პროცესებთან დაკავშირებით? ალბათ საზოგადოება ამას არ მიიღებს, რომ თავი მოიკლა, აი ამას არ მიიღებს რა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ საპატრიარქოს იდეა არის, რომ გააცხადოს, რომ იქნება ბერმან ნიკოლოზმა თავი მოიკლა. რაც შეიძლება, იმიტომ რომ ამას ხალხი არ დაიჯერებს, რომ ახლა ჩვეულებრივად მოკვდა რა და ვერც იმას ვერ დამალავენ, რომ მოწამლულია. ამიტომ თავი მოიკლა, ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი რა. როგორც იმანის გამოსირრებული რო ყავდათ აჭარაში. თურმე სამასტრელი რო გააკეთა. ახ გერმანიაში რო გაქცეული, ახ ბერმან ნიკოლოზმა თავი მოიკლა. აი ეს უნდათ რომ გააკეთო შეფუთო. ბევრ ჭორს იტყვიან, ბევრ სიბინძურეს იტყვიან, ბევრი ნასეთ გაყავდათ მის ირგვლივ. ბევრს ამოქმედებენ და მე დაეყრდნობიან თავის წყაროებს, ისინი ჩვენებებს მიცემენ, გამიგე შეკრავენ საქმეს. ეგ კი ამას გააკეთებენ მიწაზე. მაგრამ საშილას იზამენ ვერაფერს ვერ გიტყვით. ის იქ სულ სამართალია. ხო და ამიტომ პირველი რაც გააკეთა, გასაგები ადამიანი გარდაიცვლება, ვალდებულიც არიან მივიდნენ. პირველი რაც გააკეთეს ის რომ აჰა თურმე მრევლი არ უშვებდა სამედიცინო პერსონალს მამაოსთან და იქ არ ვიცი ჯერ ის მრევლი ვინ იყო, იქნება უშიშროების წარმომადგენლები იყვნენ, ვინც ამას აკეთებდნენ, ძალიან კარგად გადაღებული კადრები იყო. ამას როგორ იღებდნენ, ვინ იღებდა, რა ფორმით იღებდა. ამას აკეთებდა უშიშროების სამინისტრო. წინასწარებდნენ ამ როლში შესული. ეს არ არის ლოგიკა, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტებზე დამფუძნებული სიმართლე. ვინ არ იყო დაინტერესებული იმაში? ვინ არ იყო დაინტერესებული იმაში, რომ აი თუნდაც პარლამენტიდან რა. რო იქნება ამ კაცის სიმართლე მოიკლათ. და დღეს ახლა ყველაზე მძიმე ჭორს გაავრცელებს. ისედაც არ ლაპარაკობდა ის კაცი, მაგრამ გვამები მით უმეტეს არ ლაპარაკობენ. გვამები არ ლაპარაკობენ. ეს არის ის ფიშკა, რაც უკავია დღევანდელ სამინისტროებს. მე მართლა გულით გლოვობ ამ ადამიანს რა. ჩემი აზრით მოკლეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მლოცველი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სულებისთვის მართლა. უანგარო ადამიანი მოკლეს. და ღვთის შემეცნებით ალბათ იცოდა მან ეს რომ მას ეს ბედი მოუვიდოდა.
კარგი რა მეგობარო, ცხონებული საუბარს უმრავლესობა არ აღიქვამდა სერიოზულად. რა თქმა უნდა, აბარა მის სახებულ საუბარს და მის ქმედებებს რო არ აღიქვამდნენ ნორმალურად, შენსას რო არ აღიქვამენ ნორმალურად და შენ რო არავის არაფრად არ მიაჩნი ხარ. შენთან მიმართებაში შეიძლება არ გქონდეთ ინტერესი. მაგრამ ფაქტი მეტყველებს იმაზე რა. რომელსაც ებრძვის შინაგან საქმეთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, საპატრიარქო. თავდაცვის სამინისტროც კი უსმენდა. რატო უსმენდნენ მაშინ? მას პირდაპირ ჰქონდა გავლენა სოციალურ საზოგადოებაზე. შენ მოგწონდა, არ მოგწონდა, მაგრამ ბევრი კი არა, ძალიან ბევრი აღიქვამდა მის საუბარს სულის სიღრმეში ძალიან ძვირფასად. ამიტომ იქცა ის საფრთხეთ. თუ არა მაგას არავინ არ უგინებია საპატრიარქოთან. საერთოდ არაფერს მაგრამ რომ დაჭირდა ხელი გაიქნია რა ბაზარში. კაცი იყო და როგორც ქრისტემ გაიქნია ხელი და ვაჭრებს გადასცვა, ისე გადასცვა მეშმაკის მოციქულებს და მე ეს დაუმონტაჟეს. მაგი კი არა და ქრისტეს დროს რო ყოფილიყვნენ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები, მათ რახე რო გააკეთა, იმ მომენტსაც გადაუღე, მე იტყოდნენ აგრესიული იყო. ქრისტე აგრესიული იყო, ხალხი გამოყარა, აი ვაჭრობის დროს პატიოსანი ხალხი გამოყარა. რა გარემოში ცხოვრობთ და რა კატეგორიასთან აქვს საქმე. ვინ ქმნის პროდუქტს საინფორმაციოს. ჩვენ ამ ჭრილში რატო არ უყურებთ მოვლენებს? ჩვენ არ გვინდა თუ თვლით რომ ამის გაკეთება არ არის აუცილებელი. მავადიეთ ბატონებო, შეიძლება თავი შეგაწყინეთ, მაგრამ ძალიან ვთხოვთ ყველას გააზიაროთ ეს ვიდეო ბლოგი და მოასმენიოთ ყველას სიმართლე. ქართული ოცნება ალბათ ამ მიმართულებით წაიყვანს ამ ყველაფერს, რომ თავი მოიკლა. იმიტომ ის მკვლელობას ვერ დამალავენ. არ არის ესე რა. ან უჭირდა და არ შეუშვეს და ამერიკანით არ დაესწრა და დაწერა სკოლებას. იმას ვერ უარყოფენ რომ მოკლეს. და იტყვიან რომ თავი მოიკლა. ყველაზე კაი ვარიანტია. ბოლოს იტყვიან რომ ალბათ ხაი გონებრივად ვერ იყო. არა ვერ იყო გონებრივად. კაი ვარიანტია, აი გასაღებული კი ყავთ ეს. გონებრივად ვერ იყო. თვითონ არიან გონებრივად. ფულს რო შეუვლებენ ღმერთის სახელით, ისა დიდი გონებრივი საქციელი. ბერი გაბრიელი რო ამოთხარეს მეციდან და ფული გააკეთეს მის გვამზე, ეს იყო მაგარი გონებრივი საქციელი. სუფთა წმის სიწმინდე იყო ეს, პირდაპირ მართლმადიდებლურ წესში იჯდებოდა, საოცარი იყო რა. ახლა პატრიარქის ისინი რომ დაწერეს ხატები და მალე მაგის გაყიდვას დაიწყებენ რა. მაგის ხო ვაფშე დიდი გონებრივი საქციელი იქნება და ასე შემდეგ რა. ესე იგი პიროვნული თაყვანისცემა გამცდარია საერთოდ ქრისტეს და მის ეკლესიას სერვიც რაღაცა ფანატიზმის რომელ ეპოქაში ვართ ეს სიზღი და მკვლელობა და ასასინიზმი ამ ადამიანებში ისეთი მასშტაბით არის რომ სად წავედით რომელ ქვაბულში დავბრუნდით რა მაგაზე რომ ვფიქრობ მართლა მეშინია სადამდე მივედით რამ ჩაგვიტაცა აქამდე როგორ გავემიჯნეთ ყოფათ რეალობას და არა თუ ცხოველ ღმერთს ჩვენსას. და საკმარისია ვინმე აღმოვაჩინოთ ჩვენ შორის, რომელიც განსხვავებული იქნება და უფრო ახლოს მდგომის სუფთავესთან, მოტივირებული ვართ რომ მოვსწროთ, მოვკლათ და გავანადგუროთ. და ჩვენ შევინარჩუნოთ ისეთი დუმილი, როდესაც არასოდეს ჩვენი ხორცით და სისხლით არ ვიკადრებდით ამას არც ერთ ფორმაში, მაგრამ ამ შემთხვევაში მზადვართ შევინარჩუნოთ. ეს ის დუმილი არ არის, რომელსაც ბერი ნიკოლოზი ინახავდა. სულისა და ხორცის გასაწმენდელად. ჩვენ უსამართლობის წინაშე ასეთი დუმილით იმ დარჩენილ სულსაც ვკლავთ ჩვენში. ერში.
რომელიც შეიძლება ინსტინქტურად შემოგვრჩა. ძალიან მძიმე თემებს ვეხები. თუ არა ვიღაცის და რაღაცის ხარდაჭერაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ფაქტების ისეთ განშლაზე ლაპარაკი, რაც არ არის ლოგიკა. ეს არის მტკიცებულებითი სიმყარი რეალობა, ჭეშმარიტება არის ეს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ არა დღეს არის ეშმაკი, არის ქრისტე, ქრისტე არის ეშმაკი, ესეთი რეალობით შერჩევითი ალბათობით გვეუბნებიან მივიღოთ სარწმუნოება, მივიღოთ ის რეალობა, რომლებსაც ესენი კარის უკუღმა ერთმანეთში ლაპარაკობენ და მე გვიდებენ და არა, უბრალოდ მიიღე შენ არ იფიქრო, შენ არა გაქვს მაგის უნარი. და ჩვენ გავართ აი რა სიცით, მაპატიეთ რა შედარებისთვის, მაგრამ აი ესე სიბრმავით, აი ამ ყველაფრით გავართ იმ ხორებს, რომლებშიც უფალმა ლეგიონი კონკრეტულად რა შემოუშვა შეპყრობილი კაცის განდევნიდან. და მე ეს ღორები მოიხსენება თქვენისთვის არიან განძირულები. დიდი კლიდან გადახტომისთვის და სიკვდილისთვის. ჩვენი სხეულებით, ჩვენი სხეულებრივი მდუმარებით. ჩვენ ზუსტად ის ხორცი ვართ, რომელიც მზად ვართ ვიღებდეთ იმ ცუცულს, რომელიც აუცილებლად უნდა გადავარდეს კლდიდან. მაპატიეთ რა ესეთი შედარებებისთვის, ეს თეოლოგიური შედარებებისთვის, მაგრამ ეგრეა ეს. ამას არ აქვს სხვაგან მარტივება. ჩვენ ვიყვირებთ ისეთი გაგები თუ თაშხიაში რა. რაჟაიას არჩიმელია რომ აიყვანს, პრბოს და განწირულები და ჩაყრილები. ვიყვიროთ, იქნებ გვეშოროს და სხვა მიყვიროს, სხვა მე მეც ვიყვირებ. სხვა თუ არ იყვირა ჩვენ არა. ჩვენ გადიტკაცებული ტიპები ვართ. ჩვენ მხსნელსველით, აი როგორ მხსნელსველით, იცი, როგორც ებრაელი ერი ელოდებოდა მხსნელს რომაელების კლანჭებიდან განსამთავისუფლებლად. ხმლით ხელში ეგონა რომ მოვიდოდა ქრისტე და არმიას დაძრავდა და ებრაელი ერის მხსნელი კი არ მოვიდა, ებრაელებში კაცობრიობის მხსნელი მოვიდა ებრაელებში. და მოვიდა იმაზე დიდი מחვილით, რომელსაც შეიძლება არა თუ რომაული არმია, არამედ ნებისმიერი სხვა არმია და ალიანსი მოიგდა და დაიმარცხებია. მოვიდა ჭეშმარიტების מחვილით. მოვიდა ადამიანური ცოდვების განკურნებისთვის, მოვიდა კაცობრიობისთვის, დღემდე დაუძლეველი სიკვდილის სიცოცხლით დამარცხებისთვის, სიკვდილი დაამარცხა სიკვდილი. და ამას ხილულად აკეთებთ, მაგრამ აინც მდუმარება, ასკეტური მდუმარება არჩია. და ეს არ არის მარტო ქართველების სენი, ეს კაცობრიობის სენია დუმილი. დუმილი. ოღონდ როცა ეს ტკივილი მას არ ეხება, თუ ზოგად საკაცობრიობას თუნდაც პერსონალური შეინარჩუნებს დუმილში ვარ ჩვენ. ლეგიონის სხეულად გამზადებული როგორ გითხრათ რა თქვა მე ოსად კარგად როგორ გადმოვცილე ეს რა ქვია ჩამოყალიბებული გენეტიკური მასები რომელშიც უნდა შევიდეს რა უფლისნებით ლეგიონი და მე კლდიდან პახ და დაარცხება ეს და განადგურება ამას ჩვენი ნებით ვაკეთებთ. ამას ჩვენ არ ჯაღმაიძე არ გვაძალებს და არც რომელიმე იქ დემონი საპატრიარქოელი. ჩვენ თუმილი გვიყვარს ჩვენ ახლა მზად ვართ ეგ დავიჯეროთ, თავი მოიკლა. მაგრამ ეს თავისუფლება აბა ნებისმიერ გარემოცვა შეეხოს თქვენსაც, ან შვილს, ან დედას, ან ვინმე ძვირფას, თუ ვინმე გყავთ ესეთი რა. თუ თქვენი ლოგიკა არ შეიცვლება თქმა უნდა. თქვენ ამ ვერსიას არ მიიღებთ თუ ის გულს გადგენთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ სათანადოდ არ იღებთ თქვენი ქვეყნის ტკივილს. არ იღებთ იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება იყოს თქვენი დედა, თქვენი შვილი. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ იმზადებით იმისთვის, თქვენ ამ ტკივილით
ოღონდ თქვენ არ შეგეხოთ, თუნდაც მთელი ქვეყანა იყოს დაღუპული. მომიტევეთ ესეთი საუბრისთვის, რამე ბევრჯერ შევდაკები ვარ ამას. სხვა არის რა. მაღვალაკის მკვლელობა ქუჩაში და სხვა არის ღმერთის კაცის მკვლელობა. ამას ექნება. ერს დაშჩის უფალი აუცილებლად ამის გულისთვის. და მე არ მინდა ეს რომ ასე მოხდეს. ამას ექნება თავისი გამოძახილი. ეს ასე არ დამთავრდება. გისურვებთ მშვიდობას. რამდენადაც ის შესაძლებელი შეიძლება იყოს ასეთი ნაბიჯების მერე, რაც ჩვენში ხდება.